დღევანდელ რეალობაში მამის როლი რეალურად გასცდა მარჩენალს, როგორც იყო მიღებული და ავტორიტეტის ფუნქციას. ამიტომ პირველი შვილის გაჩენის შემდეგ მშობლები ვალდებულები არიან ცოტა მეტი იკითხონ იმის შესახებ, თუ როგორია განვითარების ეტაპები, რას მიაქციონ ყურადღება. აღეჭილი ლუკმა არ არის კარგი, ხანდახან თვითონ უნდა ისწავლონ, რომ 20-ჯერ უნდა დაღეჭონ, სანამ გადაღლავენ. იქ გვეშლება ხოლმე მშობლებს მეც ვაღიარებ და გაგვირვის. ზოგადად თქო მოზარდები რატო არიან ასეთი დაუნდობლო. საინტერესოა და კარგი კითხვა. მამას რაღაცნაირად ბუად წარმოუჩენდნენ ხოლმე შვილებს, რომ მოვა მამა შენი და ნახავ. მიკროავტობუსით მგზავრობდი და უცებ მესმის დედისა და ბავშვის საუბარი. დედა უთხრა ბავშვმა რაღაც მიყიდე, დედამ უთხრა არა. ეს პირველი ფრაზეოლოგია კარგად არ მახსოვს, მაგრამ უცებ პატარა სიჩუმე იყო და ბავშვი ამბობს: მამა დებილია ხო? დედის პასუხი, რომელიც ჩართულია გაჯეთში და ესა, გარეთ ვამბობ, რომ დედა არის ყველაფერი, დედა ბოძი და უკავშირე დედა ენას, ყველაფერი და სახში დედა ნიველირებულია. რა თქმა უნდა, ეს დიდი პრობლემაა. მასთან უნდა შეეძლოს არა დაუშვათ სექსუალურ თემებზე საუბარი მხოლოდ და მხოლოდ კომერციულ სექს მუშაკთან დაკავშირებით, არამედ უნდა შეეძლოს საუბარი 3, 5, 7, 8 წლის ასაკში სხვადასხვა მოცულობით თემებზე, როგორიცაა სექსუალობა, როგორიცაა პირადი სივრცე, როგორიცაა ღირსება, როგორიცაა თუნდაც თავდაცვის მექანიზმები. გოგოსაც უნდა შეეძლოს ამ თემაზე საუბარი მშობლებთან და მამასაც უნდა შეეძლოს საუბარი გოგონასთანაც და ვაჟთანაც. აი ამას სანამ ღირებულებებში არ გადაუტანთ, მანამდე ძალიან რთული იქნება საუბარი განვითარებულ ზრდასრულ ერზედაც კი არათუ ადამიანს. მამების დრო ყოველ 4 შაბათს 20 საათს.